მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას კონსერვატორია. ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ამ გამარჯვებას გამაგრება სჭირდება. არაკორექტული გამონათქვამია ავადმყოფ ადამიანზე ერთი, რომელიც გამეორება არ შეიძლება და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ არასოდეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ესეთი გამონათქვამებიც არსებობს. ქართული ოცნება ნუ მიყურეთ ახლა ამ თვალებით, იცით რაზეც არის, კი? ყველა ვიცის. მაგას ეს არ შეიძლება რომ გაკეთდეს, მაგრამ რაღაც ზომები არის გასატარებელი, რომ საბოლოოდ, ასე ვთქვათ, გავთავისუფლოთ გიჟებისგან. ხო, ეხლა რა შესაძლოა? აი, ეხლა გავუშვოთ ერთი ფრაგმენტი, ანუ მე ყოველთვის ვაწვევი, რომ ჩვენ გვერდზიან გიჟები. გიჟები არა გადატანითი მნიშვნელობით, პოეტიური ნატურით დაჯილდოებული, რომანტიკული ასევე, არამედ ფსიქიატრი დიაგნოზს დაუსვავს ისეთი გიჟები. აი, გავუშვით დოიმ შექმნა შექსპირი და არა შექსპირმა ის სამყარო, რომელიც გვამოგზაურებს ძალიან მრავალფეროვან სამყაროში. ეს ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ ეს ავადმყოფი ადამიანი, მართლაც რომ არის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე და ნემსი უნდა რა, სასტრაფოდ ან ტრანკვილიზატორი და შემდეგ ურნალობა. და ეს გარკვეული მცირე ჯგუფი ამ ადამიანებისა ყოველთვის ეცდება თუ მათ სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე დატოვებ, ყოველთვის ეცდება აურიოს. ჩემი თეორია ასეთია. წლების განმავლობაში საქართველოში სამწუხაროდ ჩამოყალიბდა ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები, რომლებსაც ვერ მიიღეს რაღაც გარკვეული სიკეთე, მძიმე ოჯახური პირობები, მძიმე ბავშვობა, ლაბილური ფსიქიკა ჰქონდათ და დაზიანებული და გოთვერანი დიპსტეიტები თუ ვიღაცეები სარგებლობენ ამ ადამიანებით, მათ შორის პოლიტიკოსებიც ალბათ, აყალიბებენ მათგან გიჟების კოლონას, ეს მეხუთე კოლონა კიდე სხვა, გიჟების კოლონას და სიგიჟეებს აკეთებინებენ. ანუ ეს არ ნიშნავს ის, რომ გიჟია ნაკლებად საშიშია, მაგრამ მე მინდა რომ ეს მიდგომა რაღაცნაირად უფრო ფართოდ, იმიტომ რომ ეს მიდგომა ხსნის ძალიან ბევრ რამეს. სხვა შემთხვევაში ოდნავ მაინც აღიაზრის ქონის შემთხვევაში აი ამ ტიპებს რო გქონდეთ ოდნავ აღიაზრი, რაღაცები უბრალოდ არ იხსნება. მოდით აი ამაზე გავშალოთ საუბარი, აი ამაზე გამოთქვით, რომ ჩვეულებრივი ფსიქიკური დაავადების მქონე ხალხია და ჩვენ უნდა მივხედოთ მათ ამ კუთხით. ახლა მაგას დიხანი ვაწვევი მაგ თეორიას, იმიტომ რომ არაერთხელ მქონია, ასე ვთქვათ, შეხება ამ ადამიანებთან, სამწუხაროდ სამსახურეობრივად და უკვე პოლიტიკურადაც და კი, ხო, იმიტომ რომ ყველა იქ უმძიმესი ხალხი იყო, თუმცა აღმოაჩინა რომ აქ გადმოვიდა ყველა პოლიტიკაში, ხო? ყველა აბსოლუტურად და დღეს მოწინავე ფრონტზე არიან. შავა რა იცი რომ აქ მეორე ერთი მნიშვნელოვანი თეზისია, რომელსაც ადრეც მithქვამს, თუ როგორ იყენებდა მედია და განსაკუთრებით NGO სექტორი ამ ხალხს საკუთარი მიზნებით. ხო, ყოველ ულმობელა. მაგალითად ამის ყველაზე ფანტასტიკური მაგალითია რადიო თავისუფლება. ხო, რომელიც აუცილებლად ნებისმიერ შეურაცხად ადამიანს, რომელიც რაღაცას იტყოდა ან გააკეთებდა, პირველ გვერდზე ეპატიჟებოდა, პირველ გვერდზე გამოაჩენდა, წარმოაჩენდა როგორც წამებულს, წარმოაჩენდა როგორც რაღაც პრიზებსაც აძლევდნენ. პრიზებსაც აძლევდნენ, მე სხვა NGO-ებს მიყავდათ ხოლმე რაღაც ერთკვირიან დასასვენებელი. ვიღაც რაც ხავდა უცხოები. კი, რა თქმა უნდა. აი ლაზარე რო ავიღოთ ეს არ არის ჯამთელი. არა მხოლოდ ლაზარე, შავა ყველა რო ავიღოთ. ანუ მოდით რა ვნახოთ რა. ანუ რა ხდება რომ იჭერენ ხალხს, რომელზეც ანუ ვიცით რა, აი ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც მართლა შეურაცხადია რა. და პლუს ამას არის ხალხი, რომელზეც თვითონ ამბობენ, ანუ მაგალითად, ანუ უნდათ ერთ-ერთი აქტივისტის რომ ანუ ექსპერტიზა თვითონ მოითხოვა. თვითონ ორის მოითხოვა ადვოკატი. და გამოვარდა მთელი NGO სექტორი და ეს საბჭოთა კავშირის ის არის თვითონ მოითხოვეს. რომ იმიტომ რომ და რატო? იმიტომ რომ ნუ იცი რა, ციხეში შეურაცხადი ადამიანი ძალიან კარგია და კიდევ ერთიც არის რომ არის სპეციალური არა ციხე რა შუაში. სპეციალური ადგილებია, სადაც საზოგადოებისთვის საშიშია ეგ ადამიანი. შალვა კიდევ ერთი დეტალია რა. მოდი ვნახოთ რა. ჩვენ ყველაც გვაქვს გამოცდილი პოლიტიკური ბრძოლა და ვიცით პოლიტიკური ბრძოლა და არის ერთი რაღაცა რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები. ანუ რას გულისხმობ რა? 300 დღის და 330 თუ 300. ხო, ეგეც არის. რაც არ უნდა ფული გიხადო. დღის განმავლობაში, რაც არ უნდა ფული გიხადო, რაც არ უნდა მოტივირებული ადამიანი იყო. სმენებად დაიღო დაუშვათ. ვერივლი აქციებზე. ხო, შეურაცხადი უნდა. ანუ ამას ჭირდება რაღაც სხვა ფსიქიკური გავამაგრო დღევანდელი მაგალითით რომ თურმე დოიმ შექმნა შექსპირმა ეს არის ის ჯერჯერობით ხო, მაგრამ მეორეჯერ მოკვდება. არ ეუნებიან. მეორეჯერ მოკვდება. აი, ერთ დავამატებ.
ხოდეშნო კაი. კიდევ ერთი დეტალია რა. ამ ხალხს აქვთ ერთი რაღაცა, ერთმანეთს ეძახიან გენიოსებს. და აი ეს რო აი ყველა არიან გენიოსები, ყველაზე პროგრესულები, ყველაზე ლამაზები, ამ ყველაზე ადამიანს მაგრები. უნდა ეთქვა, რომ ყველა ხელოვანი შექსპირს თვითონ ქმნის და შექსპირის თავის ხედვა აქვს. და ეს უკვე გაცილებით რბილი გამონათქვამია, ვიდრე დოიმ რომ შექმნა შექსპირი. ხდები? მაგრამ მე ამაგათ ვერაფერს ვერ ვასწავლი, გიჟები არიან, გთხოვთ. არის ესეთი ის რომ ციგნი არის ესე გენიალობა და სიგიჟე, ხო? და მე მგონი მაგ მარტო სიგიჟეა რა. კი, აშკარად არა. უბრალოდ უნდა თამაში გენიალურობის. საქმე რაშია? მე როგორ ხედავ ამ პროცესს? ეს ძალიან წააგავს ახლა ვინც აკვირდებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ შეერთებულ შტატებში ეს კულტურის გაუქმების მოძრაობებს, იქ ფემინისტურ მოძრაობებს, იქაც გიჟებით არის სავსე. იქაც გიჟებით არის სავსე და ეს ახლა მარტო საქართველოში რო იყოს ეს რაღაც გიჟების წინ წამოწევა, ვიტყოდი რომ ნუ რაღაცა ჩვენთან რაღაცა ხდება, მაგრამ ყველგან ეგრეა, აი ლიბერალური მოძრაობა ყველგან ერთნაირია. ყველგან ესეთ გიჟები ამოტივტივდებიან. და რა ესე იგი რა თეორია შემიძლია შემოგთავაზოთ? აი აგვიხსენი რატო? არსებობს ნუ რაღაცა თელი რიგი არქეტიპები, მაგრამ არსებობს ესეთი მომენტი, რომ როდესაც ნუ ძირითადად ლოკალური ან მატრიარქალური რაღაც ელემენტი ჭარბობს საზოგადოებაში, იგი ისტერიულობის, იქ რაღაც სიგიჟე მეტია ვიდრე პატრიარქალური საზოგადოება. პატრიარქალური საზოგადოება. ჩვენი საზოგადოების ფემინიზაცია, ზოგადად ლიბერალური პროექტი არის ფემინიზაციის პროექტი რა. ძალიან დიდი ხანია დაწყებულია ეს ფემინიზაცია და ფემინიზაცია იმას კი ანიშნავს თანასწორობას სინამდვილეში, არა? ან ტოქსიკური ფემინიზმის წამოწევა. ეს არის შემოტრიალებული ვარიანტი, იერარქიის შემოტრიალებული ვარიანტი, სადაც ჩვენ ხედავთ რომ რაღაცა ესეთი არა მყარი ფსიქიკის მარგინალი ადამიანები უცბად აღმოჩნდნენ იერარქიის ესე იგი სათავეში, რომლებიც საზოგადოებას ჭკუას უკითხავენ, მორალს მათ შორის და ესე იგი ანუ ყოველთვის ეშპაკი ხო რა არის, იგივეა ოღონდ შემოტრიალებული ვარიანტით რა და ესეთი მომენტი არის სწორედ ესაც და ამიტომ ეს როგორ უნდა დათრგუნო ადამიანი, ხო? ეხლა პატრიარქალური კულტურა თავისთავად მოითხოვს გარკვეულწილად რაღაცა დებატებს მინიმუმ, ანუ ან ძალის კულტურას, ან ლოგიკის კულტურას, ან ძალის, ან ორივეს ერთად. და აქ ერთიც არაა, მეორეც არ არის. არც ძალა აქვს იმისა, რომ რა ქვია, მოკლან და აიღონ რაღაც. არც ლოგიკაში არ მოყვებიან და რჩება ისტერია რა. და ისტერია როდესაც რჩება, ძალიან მარტივია, რომ ესე იგი აი ესეთი რაღაცა გიჟები წინ წამოვიდნენ. და სხვადასხვა როდესაც ჩვენ მე საუბრობ ესე მატრიარქალურ რაღაც კულტურაზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ კაცებიც კი ამ კულტურაში, ხო, არიან ესე იგი იძდებიან, ხო? იქცევიან როგორც სოციალური, ხო, ქალები, რა. აი და რითი თქვა მინდა, რომ არსებობს ესეთი მომენტი, რატომ არის რითი ახდენს ზოგადად პატრიარქალური კულტურა, ნუ მამაკაცების დათუნას. ეს არის სოციალური კასტრაციის ფენომენი, რა. სოციალური კასტრაცია ნიშნავს იმას, რომ შენ მამაკაცს ლოგიკურობას უკლავ. და მამაკაცის ქმედებები მთლიანად არის დამორჩილებული ამ ქალურ ისტორიულ ნაწილს. ხო. ნუ ძალიან სწორი იყო. მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის ქალის აი ეს სწორედ ტოქსიკური, აი ხო ამოვე ტოქსიკური მასკულინობა და რეალურად ტოქსიკური ფემინურობა არის, რაც ლიბერალიზმის, აი თანამედროვე ლიბერალიზმის ასე მოდუს ვივენდია და მე მაინც ვიტყოდი, რომ აი როგორც მზეს ჭირდება 8 წუთის ხივს, რომ დედამიწამდე მოვიდეს, აი ეს მზე ჩაქრა ამერიკაში და აი მოდის, აი უკვე მე მგონი მოვიდა ეს ისინი და სხვათა შორის მე მაინც გავუსვამდი ხას, რომ აი ამ ისტერიულ ადამიანებთან, არ ვიცი ის რამდენად ისტერიულია, მაგრამ მივიდა ერთი ქალბატონი, რომელიც LGBT თემებშია კავშირი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მე რა ვიცი პირდაპირ მინდა თქვა, რომ ყოჩახ ჩვენს მთავრობას, რომ აი ესეთი დიპლომატიური ჟესტი, ეს იყო რეალურად არა თუ არ მიიღეს, დააჯარიმეს, ეს ძალიან კი, ეს დააჯარიმეს და ნოტაც აფრინეს, ასე თქვა, დიპლომატიური, რომ არ იყოს, ხო, ანუ ჩვენ ეს რა არის, ანუ ეს ანუ ვიღაცა იწყეს, რომ აი ხო ხდა, აი როგორ შეიძლება რა ვიღაცა, მაგრამ გამედე და ჩადისად მე არასამთავრობო ანტისამთავრობო მიდი. ეს არის შალვა თან აი ჩემი თაობის და წინა თაობის, ვისაც აი რა საქართველოს და ღირსება რაღაც ერთი და იგივე ახლოს ყოფი ცნებებია, კოლექტიური ოცნება, რაც რეალურად ხდება და დიდი მადლობა ამისთვის, აი პირდაპირ ვამბობ, გულწრფელად ეს იყო ჩემი ოცნება, რომ ეს გატუტუცებული პირდაპირ თქვათ
ვიღაცეები არა აქვს მნიშვნელობა რა ეს ჩვენ გვახსოვს ხო გამოდიოდნენ აქციებზე და ნუ ჩვენ გვიწევდა რომ რაღაცა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ყოფნა და ამ შემთხვევაში იყო ხელისუფლების აი მართლა რაც ნუკლეამოს რაციონალური მასკულინური პრაგმატული პასუხი რომ აი რა გინდა აი საერთოდ რა გავიგე რომ შეიძლება პირდაპირ უშუალო შეხვედრისას აღშფოთდე შეშფოთდე ისე კომენტარში აღშფოთდე თქვა რომ აი რა ცუდი ხელისუფლება მაგრამ იქ რატომ მიდიხარ? ხო, რატომ მიდიხარ? აი თან იქ რო იტყუები რომ ვიღაც ბევრი ხალხია და თან რომ მინისტრი ხარ, ანუ ვიღაც რო იყოს, ვიღაც ყოფილი გამოხატავ შენი მთავრობის ნებას. ხო, ყოფილი დეპუტატი რო იყო, ან ვიღაც გადამდგარი, გადმომდგარი, გავიგებ, მაგრამ აი ეს რა ხდება? ანუ ეს არის ნეოკოლონიალიზმის, მაგრამ ეს ნეოკოლონიალიზმის მზე ხო, არა ეგ ეუთოსეგიდით იყო. ნეოკოლონიალიზმის მზე თანდათან უნდა ჩაესვენოს და აი ის მზე რო ესვენება, სწორედ აი ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი, აი სწორედ აი იმ ლოგიკურობის, რაზეც ნუკლეი საუბარია. ისე რა ლოგიკა იყო, ესე იგი, რას გვეუბნება, რომ თუ ვიქნებით ალიევისნაირი რეჟიმი, ესე იგი, ჩაგვეხუტებიან და თუ ესე იგი რაღაცა დემოკრატიის გზაზე ვიქნებით, გაგვიწყრებიან. ხო ეს იყო ეგ მესიჯი, რეალურად ასე გამოვიდა. საერთოდ გვექნება მგონი უზრუნველყოფა. საერთოდ უმესიჯობა იყო რა. არა, აქედან გავაგრძელებ ალიევი ჭირდებათ და მნიშვნელობა რა აქვს რა ხდება აზერბაიჯანში. შანსიც არ აქვს. რა თქმა უნდა. აქ გონიათ რომ აქ მე სასონხეთშიც მქონდა ვიზიტი ხواسია რა და ზუსტად იმ დღეს, წინა დღეს იყო 6 სასულიერო პირი დააკავეს და ასე შემდეგ. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებები, კვლელობა და ასე შემდეგ, მაგრამ იქ დემოკრატია ყვავის. ანუ ჩვენ რას არ გვპატიობენ? ჩვენ არ გვპატიობენ იმას, რომ ვერ გამოგვიყენეს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად დამთავრებულია და ხელი დაუჭირეთ, როდესაც კიდევ ერთხელ ცდილობდნენ რომ თავის წამოერტყათ რა. ამას არ გვპატიობენ. ეხლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინეთი ცოტა ხნის წინ არ მიიღეს ნატოში კაცო. მოურჩა აბარა ჩვეულებრივად ბოდიში მომითხოვდა და ყურებით აყავთ ეგ მთავრობა დაჭერილი და რასაც ეთქვენ იმას გააკეთებენ. მან ხო კარგად იცოდა რომ რაღაცა ყველა ნორმას არ ღვევდა თავისი ქმედებით, მაგრამ გააკეთა, დავალება ჰქონდა და უნდა გაეკეთებინა, აბა კარგი ხალი იყო და არ გაეკეთებინა. და ყველაზე დიდი უტიფრობა რა არის, იცი რომ გამოდის იმ ადგილიდან და შეზღუდვის თავისუფლებაზე ლაპარაკობს საქართველოში. შეზღუდვის თავისუფლებაზე და 50 ადამიანს გადაკეტილი აქვს თბილისის ცენტრალური მაგისტრალი და მათ ინტერესებს იცავს პოლიცია. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება და მსოფლიოს ეუბნება რომ აქ თურმე პრობლემა ყოფილა შეზღუდვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანუ მეტი სასწაული რა გინდა, მეტი დაცინვა რა გინდა საზოგადოების. თავის ქვეყანაში რას უზავდნენ იცი? ის პოლიცია მაგათ კი არ დაიცავდა, კაცო, ცხვიპის დაამტვრევდნენ იმას. რამდენიც გინდა, ფინეთში კი ნებისმიერ ქვეყანაში, ხო? დაამტვრევდნენ ცხვიპის და ისე გაყრიდნენ იქიდან. და ეს ადამიანი ამის გამკეთებელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იქ დგას ზუსტად 50 კაცთან და კანონდარღვევით დგას ოღონდ. არა, მაგას თავიდან რა თქმა უნდა, ეხა სადაც საერთაშორისო სამართლის ყველა წესს არ ღვევს. უშუალოდ იღებს მონაწილეობას დამხობაში. იმ წესებს არ ღვევს და იმას უფლება არ აქვს, რომ ჩამოსულია საქართველოში რაღაცა ოფიციალური ვიზიტით. რა მნიშვნელობა აქვს ეხა ეუთოს ეგიდით არის თუ როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. არანაირ მნიშვნელობა. არც მისთვის არ აქვს ისეთი მნიშვნელობა. ანუ ის არის ოფიციალური წარმომადგენელი სახელმწიფოსი, რომელიღაც ორგანიზაციის და მას არ აქვს ამის უფლება და დაამთავრდა. მაგრამ ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ დაავალეს. ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ამ ბიუროკრატიის ხელში ისინი რა მდგომარეობაში არიან და ჩვენ რას გვიზავდნენ ჩვენ რომ მათ ანუ რაღაცნაირი ფორმით დავემორჩილებინე. ეს ფინეთი რა უნდა რა? არაფერი არ უნდა. არა, საერთოდ გაგიჟდა. ანუ ფინეთი დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს საქართველოსთან. არა, მათ ძალიან კარგად იციან კაცო, რასაც აკეთებენ. შენიათ რუსეთის ხო გასაგებია რომ მე მაგათი ბრალი რატო შევიდნენ ნატოში? მათ უნდათ რომ რუსეთი იყოს სამხრეთში დაკავებული და არა ჩილოს ბალტიისპირელებსაც ეგ მაგათ გასაგების სტრატეგია. ეგ მაგათ კი არ უნდა. ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიის თავარი მიზანი და ამოცანა. ისინი ემორჩილებიან ჩვეულებრივად მათ, ანუ რა განკარგულებასაც მიცემენ, იმ განკარგულებას შეასრულებენ. ეტყოდნენ რომ არ ჩახვიდეს საქართველოში
და არ ჩამოვიდოდა, ჩავიდოდა მარტო აზერბაიჯანში, ხო, მაგრამ ჩავიდოდა მარტო სომხეთში. მთავრობასთან ურთიერთობა მისთვის ნომერ პირველი ამოცანა, თუნდაც მისთვის მიუღებელი მთავრობისთვის. ანუ ეს ამოცანა არ არის, ეს არის ვალდებულება. ხო, Amnesty International-ია თუ რა არის, ვერ გავიგე. რა, ვინც აკონტროლებს ვითარებას, იმას ველაპარაკო. მისი ვალდებულება იყო, რომ თქვა ხელისუფლებასთან და თუნდაც ოპოზიციურ ჯგუფებთან კი ბატონო, ეს საუბრა რომ რაღაცნაირად იმისათვის რომ ქვეყანა ნორმალურად გააგრძელოს ფუნქციონირება, საჭიროა რომ რაღაცა გაერთიანდეთ ქვეყნის ინტერესებიდან ბლა-ბლა-ბლა რა. დაახლოებით ეს მისია ჰქონდა ის ჩამოსვლას. ის კიდე პირიქით ჩამოვიდა და იქ შეუღებდა. და მიტინგზე და სოფლიოს ეუბნება რომ ეკო რაღაცა ის არისო, რა ქვია, შეზღუდვის თავისუფლება და ეს ხალხი წარმოიდგინე რა უკანა რუსთაველი უტიპრობის დონე შორს როჩავს ვიღაცა არაფრის დიდებით არ უნდა გაგვიკვირდეს. იმიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ აგერ არის ხედავთ რას რომ ევრობიუროკრატია ჩვენ გვეუბნება რომ უნდა დასანქცირდეს ხელისუფლების წარმომადგენლები და მისი ხარდამჭერებით ოჯახის წევრები რის გამო რომ აღკვეთეს 4 ოქტომბერს თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. წარმოიდგინეთ, ამაზე პირდაპირ ეთერში უყურებთ ამდენი ხალხი და ამაზე გვეუბნებიან ბიუროკრატები, რომ ეს იყო მშვიდობიანი მომიტინგეების რაღაცა ისეთი ყვავილებით ხელში იდგნენ და მიტინგს ატარებდნენ და ხელისუფლებამ პროვოკაცია მოახდინა, აიყვანა ეს ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღობეები გადაუჭრათ რა. ანუ ამითი რას გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში იყოს ისე როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ გაგვიხარდება. თქვენ არავინ არ ახართ, არაფერს არ წარმოადგენთ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ხო არ არსებობს, კაცო? არ არსებობს. ამიტომ ეხლა რანაირად შეიძლება რომ მაგათ არ ემორჩილებოდეს მაგალითად ფინეთი, რანაირად შეიძლება არ ემორჩილებოდეს სხვა ქვეყანა და რანაირად შეიძლება რომ ჩვენ მაგალითად ხო ჩვენ მივისწრაფოდეთ ისეთი ევროკავშირისაკენ, როგორიც დღეს მაგალითად არის და წარმოადგენს საექსპორტო ის რო აქვს რა ქვია დემოკრატია და თავიანთ ქვეყანაში სამაგის სტანდარტები რო თავიანთ ქვეყანაში სხვანაირი დემოკრატიაა და სხვა ქვეყნებში სხვანაირი დემოკრატია. ნაწილი და გადავიდეთ შემდეგ აქაურებზე. ეხლა მოდი აქაურებზე ვთქვა, რახან ჩვენ ისინი შეურაცხეთ რა გიჟებათ მოიხსენიეთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ ეს დარჩენილი პარტიები ხო ვინც არ აიგრძალება, ეხლა აიგრძალება კონკრეტული პირები, რომ დადიან და ეკითხებიან, რომ ვინ არისო სიაში, რომელსაც აგზავნავთო და ესია ყველა ქართველმა ზეპირად იცის. პირდაპირ, აი თვალდახოჭული მე 500 შემიძლია გითხრათ. რა ვიცი, ყველა და ოღონდ ძალიან ობიექტური ვიქნები რა, არ მივაწერ ახლა ვისაც ვისაც არ ეკუთვნის. და ნუ ეს მოხდება. ამასობაში ჩდება რაღაცა გარკვეული მე არა მაქვს დიდი იმედი, მაგრამ იქნებ რაღაცა მოგვარდეს ამ ომთან დაკავშირებით ტრამპსა და პუტინს შორის ახლა უნგრეთში ხდება. უნგრეთში ხდება, ეგეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ რა სიტყვია, ტრამპი პუტინის მოკავშირესთან ხვდება პუტინს. უნგრეთი, ანუ უნგრეთზე პირდაპირ იძახიან რომ პუტინის მოკავშირეა, ოღონდ ევროკავშირის ქვეყანაა. და ამით ევროკავშირი ჩაარტყეს თავში, აკრობინეს თქვენ არავინ არ ახლა. კი ბატონო. მეგობრებო, ძალიან საინტერესო დისკუსია გავმართეთ და მოდით ჩვენ რეკლამაზე შევისვენოთ.